ჩვენ ისევ პირდაპირ ეთერში ვარ და გიორგი თარგამაძე, ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ლიდერია ჩვენი სტუმარი. ბატონ გიორგი, მოგესალმები, ძალიან დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. მადლობა მოწვევისთვის და მივესალმებ თქვენს ტელემაყურებელს. გიორგი, ის კომპრომატების ომი, რომელიც ჩვენ ვიხილეთ და რომელმაც ამომრჩევლის დიდი ნაწილი გარკვეულწილად ფრუსტრაციაში ჩააგდო, გაძლევთ თუ არა თქვენ, მოგცათ თუ არა თქვენ შანსი, რომ გადაუწყვეტელი ამომრჩეველი თქვენსკენ გადაგეყვანათ, მიგეზიდათ და თუ ფიქრობთ, რომ ბოლო დღეებში გქონდათ თუ არა ისეთი გზავნილები, რითაც ამას შესწრებდით? ჩვენ ადრეც გქონდა მცდელობა და მთელი ჩვენი საარჩევნო კამპანია იყო ორიენტირებული უპირველეს ყოვლისა ჩვენს ტრადიციულ ამომრჩეველზე, ამომრჩეველი, რომელიც უკვე აგერ მესამე გენერალური არჩევნებია, რაც მხარს დაუჭერს ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას და ჩვენს გუნდს. მაგრამ გარდა ამისა, ჩვენი სურვილია, რომ ოპოზიციაში უმცირესობას არ წარმოადგენდეთ დიდი ხნის განმავლობაში, ნელ-ნელა გავიზარდოთ, ავიღოთ მეტი თვირთი და პასუხისმგებლობა სახელმწიფოს მართვაზე, ჩვენი ხალხის პრობლემების მოგვარებას. ეს ზრდა ბუნებრივია ხდება სხვა პოლიტიკური პარტიების მიერ უკვე იმედგაცრუებული მათ მიმართ ასე ვთქვათ, უარყოფითად განწყობილი საზოგადოების ნაწილის მომხრობით. ამ თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის უკვე ჩამოყალიბებული ნიშის გათვალისწინებით ადამიანები, რომელთათვისაც პროცესების ზომიერი, კონსტრუქციული, მშვიდობიანი განვითარება წარმოადგენს პრიორიტეტს, რომლებიც არიან ორიენტირებული არსებული სიტუაციის შეცვლაზე, მაგრამ ყოველთვის ფიქრობენ, რა ფასი იხდის საზოგადოება და ქვეყნის ეკონომიკა, ოჯახის ბიუჯეტი და ზოგადად ჩვენი ფსიქიკაც. ამ თვალსაზრისით, ჩვენ ყოველთვის თვლიდით, რომ ეს ადამიანები ჩვენს მიმართ იყვნენ კეთილგანწყობილები. ეხლა ნამდვილად გაგვიჩნდა შანსი. მე თავიდანვე მინდა ვთქვა, რომ მე არ უყურებ იმ მოვლენას პოზიტიურად, რაც ხდება ამ არჩევნებში. ეს არის ჩემს მეხსიერებაში და ახლა ჩვენ დიდი ხანია უკვე თავის დროზე ჟურნალისტიკაშიც ვიყავ და შორს არ ყოფილ ვარ პოლიტიკიდან, მე რაც პოლიტიკაში ვარ, ალბათ ყველაზე ბინძური და ჭუჭყიანი არჩევნები, რაც კი ჩატარებულა საქართველოში, კომპრომატები მაქვს ხედულობაში, ერთმანეთისადმი დამოკიდებულება, აგრესიული განწყობა, სიძულვილის ენის გამოყენება, მუქარა. მეორეს მხრივ ჩვენ ვხედავთ სიტუაციას, როდესაც ეს რაღაც გარკვეული კათარზისად იქცა საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილის, რომელსაც გქონდა პოზიტიური დამოკიდებულება ხელისუფლებისადმი, მიუხედავად მათ მიერ დაშვებული შეცდომების კასკადისა წლების განმავლობაში, მაინც მიაჩნდათ, რომ უფრო მეტი რამ კეთდება კარგი, ვიდრე ფუჭდება. და იმან რაც მოხდა ამ ბოლო დღეებში, ის რაც ნახავ საზოგადოებამ თავისი თვალით, უკვე ეს სასწორი აშკარად ხელისუფლების და ნაცმოძრაობის საწინააღმდეგოდ გადაწონა. ამიტომ თქვენ შეკითხვას მე უპასუხებ დადებითად. დიახ, ძალიან ცუდია რაც მოხდა, რაც ვიხილეთ, ეს დაასვავს, ძალიან მძიმე დაახს ყველა ჩვენს ფსიქიკას და მე განსაკუთრებით მადარდებს ჩვენი შვილები, რომელთაც ყოველგვარი წინასწარი სერიოზული გაფრთხილების და მათი ფსიქიკის და მათი გრძნობების გაფრთხილების გარეშე ალბათ ერთი გადაცემა ფსიქოლოგებს უნდა დაუთმოთ, რომ ამაზე ძალიან მძიმე სურათია. ჩვენ შეიძლება დღეს ვერ ხვდებით, მაგრამ ყველაზე მეტად ეს იმოქმედებს მოზარდებზე, თუმცა არ დიდები ვართ მაინცსა და მაინც მშვიდად ყველა დაძაბულები ვართ. ამიტომ მე ძალიან დიდი იმედი მაქვს და თქვენ ვბრძანეთ თქვენი გზავნილები თუ სწორად შეერჩიეთ და თუ მიიტანეთ. მე ვცდილობ, რომ ეს გავაკეთო. დავარწმუნო ის ადამიანები, რომელთაც ბოლო წლების განმავლობაში ჰქონდათ გარკვეული ნდობის ვოტუმი ხელისუფლებისადმი გაცემული, რომელთაც იმედი გაუცრუდათ, რომლებმაც დაინახეს რეალური სახე დღეს უკვე ჩემის აზრით, მართლაც მორალურად და პოლიტიკურად გაკოტრებული ნაციონალური მოძრაობისა, ხელი არ ჩამოუშვან, არ მიანდონ საზოგადოების დანარჩენ ნაწილს მხოლოდ ქვეყნის მომავალზე პასუხისმგებლობა და ყველამ უნდა დაინახოს, ესენი იქნებიან საჯარო მოხელეები, ესენი იქნებიან პედაგოგები, ესენი იქნებიან უბრალოდ ქართველი პატრიოტები, რომ არსებობს საქართველოში ზომიერი, მართლაც კონსტრუქციული, პროდასავლური, ეროვნული პოლიტიკური ძალა, რომელსაც შეუძლია აიღოს პასუხისმგებლობა ქვეყნის მართვაზე. მაგრამ გიორგი, თქვენი მთავარი კონკურენტი დღეს არა ხელისუფლება, არამედ ოპოზიციური, დიდი ოპოზიციური ძალა, რომელსაც ქვია ქართული ოცნება და ამომრჩეველი, რომელიც უკმაყოფილოა ხელისუფლებით და მიაჩნია, რომ ის ძალადობს მოქალაქეებს სხვადასხვა ფორმით, ეს რადიკალურად უნდა შეიცვალოს და ამ რადიკალური ცვლილებებისათვის საჭიროა სწორედ ისეთი დიდი ძალა, ისეთი დიდი რესურსების მქონე პოლიტიკური ლიდერი, გულისხმობ ასევე რა თქმა უნდა ფინანსურ რესურსებსაც, როგორიც არის ბიძინა ივანიშვილი და გარდა ამისა, გარდა ძალადობისა, ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ სიღარიბეში, მათ შესაძლოა აქვთ ილუზია, რომ მილიარდელი ივანიშვილის მოსვლის შემდეგ მათი ცხოვრება თავის და უნებურად გაუმჯობესდება. ამას თქვენ რას უპირისპირებთ? პარტია მცირერიცხოვანი, არანაირად დიდი ფინანსური შესაძლებლობებით, რით უნდა დაუპირისპირდეთ ქართულ ოცნებას?
ეკა მე აბსოლუტურად მესმის იმ ადამიანების მოლოდინების, რომლებიც თქვენ ახლა ჩამოთვალეთ, ხო? ერთის მხრივ გამწარებული ამ ხელისუფლების მიერ ხშირ შემთხვევაში ძალიან უსამართლოდ დასჯილი ადამიანები, დაჩაგრული ადამიანები, მეორეს მხრივ სიღატაკის ზღვარს ქვევით მყოფი ასეულათასობით ქართველი, რომელიც ეძებს ხელთ ჩასაჭმელს. რომელიც გამშვალული არის აგრესიის ძალიან დიდი გრძნობით, იმიტომ რომ ამ ხელისუფლებამ თავად დანერგა აგრესიული ურთიერთობა საზოგადოებასთან. ერთ კარგი ქართული გამონათქვამი გვაქვს, რასაც დასდეს, იმას მოიმკი. სააკაშვილი და ნაცმოძრაობა დღეს იმკის იმას, რაც თესა, მთელი ამ 9 წლის განმავლობაში. მაგრამ განსხვავება ოპოზიციურ ფლანგზე, ჩვენსა და იმ დანარჩენ პოლიტიკურ პარტიებსა, ან თუნდაც ბატონ ივანიშვილის კოალიციაში შორის არის სწორედ ის, რომ ჩვენ არ ვართ ორიენტირებულები იმაზე, რომ ამ ძალადობას ასეთივე აგრესიულობით, რადიკალიზმით, კატეგორიულობით დაუპირისპირდეთ. რადგან ჩვენ ვართ ქრისტიან დემოკრატები და ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური ფილოსოფია, ეს არის ცხოვრების წესი, რომელიც მათ შორის პირველ რიგში ცხოვრებაში ატარებს იმ პრინციპს, რასაც ქვია ძალადობით დამარცხება გამორიცხული არის. ამის მაგალითები ჩვენ ვნახეთ. შევარდნაძის საწინააღმდეგოდ სიძულვილით მიღებული გადაწყვეტილებები ჩვენს ხალხს, ჩვენსავე საზოგადოებას და მათ შორის თუნდაც იმ ღარიბ-ღატაკ ოჯახებს ისე უკან დაუბრუნდათ. დაუბრუნდათ იმიტომ, რომ ძალადობით ხელისუფლებაში მოსული, აგრესიით, კატეგორიზმით მოსული ხელისუფლება იძულებული არის მძევალი ხდება უბრალოდ მის მიერ შექმნილი ამ მოლოდინების. ამიტომ საზოგადოება, რომელიც არა მხოლოდ საპროტესტო არჩევანს აკეთებს 1 ოქტომბერს და მე ამ მხრივ ძალიან მაღალი აზრის ვარ ჩვენ საზოგადოებაზე, არა მხოლოდ ჩემს მხარდამჭერებზე, არამედ ზოგადად ჩვენ საზოგადოებაზე და მათ შორის უპირველესად ოპოზიციურად განწყობილ საზოგადოებაზე, მე ვფიქრობ, რომ აი ამ ემოციური ფონის მიღმა და შეუძლებელია ემოციის გარეშე დაინახო, გაიაზრო ის, რაც ნახე ამ დღეების განმავლობაში, აუცილებლად მიიღებს გონიერ გადაწყვეტილებასაც. ანუ მე ველოდები, რომ ქართული ხალხი პარლამენტში თქვენ იყავით ფრაქცია, ქრისტიან დემოკრატიული ფრაქცია, მაგრამ რა გააკეთეთ? ძალიან ბევრი რამე გააკეთეთ. თუნდაც იმისათვის რა გააკეთეთ, რომ ომბუდსმენის ანგარის უფრო მეტი რეაქცია მოყოლოდა? ძალიან მადლობას გიხდით ამ კითხვისთვის, რადგან ერთ-ერთი ჩვენი საარჩევნო კლიპი გამოყენებული იქნა სწორედ იმისთვის, რომ საზოგადოებისთვის გვეჩვენებინა, რამდენად პირნათელნი ვართ ზოგადად ციხე კოლონიებში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით ჩვენს მიერ გამოხატული პოზიციის გამო. რადგან არა მხოლოდ სახალხო დამცველის მოხსენებების დროს და არა ერთი წლის განმავლობაში, არამედ ზოგადად სამთავრობო დებატების, პრეზიდენტთან დებატების დროს ქრისტიან დემოკრატიული ფრაქციის მხრიდან არა მხოლოდ მკაცრად ისმებოდა ეს საკითხები და კონკრეტულ ფაქტებს ვასახელებდით, არამედ კატეგორიულად მოვითხოვდით შევიტანეთ დადგენილების პროექტი საქართველოს პარლამენტში, რომლის მიხედვითაც სახალხო დამცველის ანგარიში მხოლოდ მოსმენად კი არ უნდა ყოფილიყო მიღებული, არამედ უნდა მოხდარიყო რეაგირება. მათ შორის კონკრეტულ ბერკეტი რომ ამაზე რეაგირება. იმიტომ რომ ოპოზიციაში ვიყავით და ცოტანე ვიყავით. ცირათრიცხოვანი იყავით. ეხლაც გეტყვენ, ჯობია მოვიდეს პარლამენტში მრავალრიცხოვანი, თუნდაც ოპოზიციის სახით. მე ვინ უშლის ამას ხელს და ამას ქრისტიან დემოკრატები უშლით ხელს პირიქით, თუ კი ქრისტიან დემოკრატებს გვერდში ამოგვიდგებიან ისეთი პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალები, რომლებიც თვალს არ დახუჭავენ სახელმწიფო ძალადობაზე, უზნეობაზე, დახრწნილობაზე, სახელმწიფო აპარატში, სისასტიკეზე. ეს ხომ საქმეს წაადგება. რა ჩვენ გვინდა რომ მხოლოდ ერთი კაცის ჭკუით იმართებოდეს ქვეყანა, რომელიც დადგება და მე თავისთვის მადლობების გადახდას დაიწყებს არა უკვე სამწუთიანი ინტერვიუებით, არამედ მთელი თავისი მედია რესურსები. დიახ, მას გულისხმობ. ამ შემთხვევაში მე გულშემატკივრობ ყველა იმ ადამიანს. მე როგორც აღმოჩნდა თავის თავს გადაუხადა მადლობა ამას. ნუ ეს ახლა ნახევრად ხუმრობით საუბრობ ამას, თუმცა ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიმპტომი არის თავად ამ ადამიანის აზროვნების წესი და მართლა ყველა იმ ადამიანს, ვისაც აქვს ჯერ კიდევ შერჩენილი აზროვნების უნარი და ემოციის მიღმა შეუძლია დაინახოს პოლიტიკური ძალები და პოლიტიკური ლიდერები მთელი მათი ფსიქოლოგიური წყობით, ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი არის გასაანალიზებლად, მაგრამ ეს თავარი არ არის. არგუმენტი, რომ თქვენ უკვე იყავით პარლამენტში, ჩვენთვის არის მხოლოდ დადებითი და პოზიტიური, იმიტომ რომ არ არსებობს თემა, არ არსებობს პრობლემა, მათ შორის სოციალური, ჯანდაცვითი, სოფლის მეურნეობის იქნებოდა ეს თუ სისტემური რეფორმების კუთხით, ან პენიტენციალურ სისტემაში არსებული განუკითხაობის კუთხით, რომელთან დაკავშირებით და ჩვენ ძალიან კონკრეტულად არ გვიბრძოლია. არ გვიბრძოლია იმ რესურსებით, რომელიც ჩვენ გვქონდა 7 ადამიანს საქართველოს პარლამენტში. დაწევა იყო მაინც თავარი გზავნილი თქვენი წინასწარ ამარჩევნებზე ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი თემა. რატო ეკა? ამასაც გეტყვი ძალიან მარტივად, იმიტომ რომ სახელმწიფო ძალადობის შეწყვეტა არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ადამიანმა თავი იგრძნოს დაცულად. მაგრამ თავისუფალი ადამიანი არ არის მხოლოდ ის ადამიანი, რომელიც კანონთან მიმართებაში ყველა დანარჩენთან ერთად თავისუფლად გრძნობს თავს. დაცულობა, უსაფრთხოება ეს არის მთავარი ყველა ოჯახისთვის და ყველა პიროვნებისთვის, მაგრამ ამავე დროს მე არ ვიცი რა თავისუფლება
არის ის, როდესაც ოჯახის უფროსი ან ოჯახის დიასახლისი 24 საათის განმავლობაში ყოველდღე იმაზე ფიქრობს ლუკმაპური როგორ შეიტანოს თავის ოჯახში. როგორ უყიდოს ბავშვს ფეხსაცმელი, რომელიც 6 კილომეტრის დაშორებით დადის სკოლაში, იმიტომ რომ მის სოფელში სკოლა არის გაუქმებული, ან როგორ უყიდოს მოხუც წამალი, რომელიც ჩამონათვალით ამ ახალ საპენსიო დაზღვევაშიც კი არ არის. ამიტომ აი ეს ადამიანები თავისუფლები ვერ იქნებიან და ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ თავისუფალი იქნება ადამიანი პირველ რიგში მაშინ, როდესაც სახელმწიფო ძალადობისგან იქნება დაცული და ამავე დროს თავისუფალი იქნება ადამიანი თუ იქნება დასაქმებული, თუ მიეცემა დასაქმების საშუალება და საქართველოში იმისთვის რომ ქართული ეკონომიკა ამუშავდეს, ადამიანებს მიეცათ ქართულ წარმოებაში დასაქმების შესაძლებლობა, ჩვენ ვთვლით რომ აუცილებელი არის ენერგორესურსებზე და ძირითად საწარმოო საშუალებებზე მაღალი გადასახადების შემცირება. ამიტომ სამართლიანი ტარიფების დამკვიდრება, ქართული ენერგეტიკის, ქართული ხალხის სამსახურის ჩაყენება, ეს იყო რჩება ჩვენს პრიორიტეტად, რადგან სწორედ ამ გზით ჩვენ მივახცევთ ჩვეულებრივი ოჯახების ყოველდღიური, ყოველთვიური ცხოვრების გაიაფებას, პირდაპირ მნიშვნელობით ქვითრის გაიაფებას, გაერთიანებული კომუნალური ქვითრის საერთოდ გაუქმებას და რაც ყველაზე მთავარი არის, ამ გზით ჩვენ მივახცევთ იმას, რომ ქართული პროდუქციის წარმოება გახდება რენტაბელური, მომგებიანი, კონკურენტუნარიანი იქნება ბაზარზე და ქართული პროდუქცია დაიბრუნებს პირველ რიგში ქართულ ბაზარს და შეიძენს საექსპორტო რესურსს. აქედან მოდის დასაქმება და არა ლაპარაკებით, არა მილიარდების დაპირებით და ასე შემდეგ. ჩვენ გვაქვს კონკრეტული პროგრამა, კონკრეტული ბიუჯეტით, ამ ბიუჯეტში პრიორიტეტები ისეა გადანაწილებული, რომ საქართველოს ბიუჯეტის ზრდაზე ტრაბახი კი არ მოუწევს დღევანდელ სააკაშვილს ან ხვალინდელ საქართველოს პირველ პირს, არამედ სატრაბახო გვექნება მაშინ, როდესაც ოჯახის ბიუჯეტი გაიზრდება და არა ბიუჯეტი, რომელსაც პარლამენტი ბატონ გიორგი, რამდენად მყარი გუნდი გყავთ? მე მგონი ჩვენ ყველაზე მეტად გამოვირჩევით ქართულ პოლიტიკურ სპექტრში სიმღერით. თუმცა ინგა გრიგოლიამ მოხსა თავისი კანდიდატურა კლდანის. მივხვდი და შეგვიძლია ამ თემაზე ვისაუბროთ. ის აღარ არის კლდანის მაჟორიტარი, ის არ გამოჩენილა ოფიციალურად მედიის წინ, არ გაუკეთებია განცხადება, ოფიციალურ განცხადებას გულისხმობ, მხოლოდ Facebook-ზე დადო ცნობა იმის შესახებ, რომ ის აღარ იქნება მაჟორიტარი კანდიდატი და ამის შემდეგ სოსო ჯაჭულელმა ქართული ოცნების მაჟორიტარმა კლდანში თქვა, რომ ის ეშმაკებისგან განთავისუფლდა. სოსო საერთოდ ძალიან ცნობილია თავისი ამ. როგორც შეფასებას მიცემთ ამას, რომ თანაგუნდელმა გადავწყვეტი ბრძოლის წინ გიღალატად? არა, რა თქმა უნდა. ინგას იმხელა შრომა და ენერგია და ნერვები აქვს ჩადებული ზოგადად ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის არა მხოლოდ მშენებლობაში, განსაკუთრებით ამ საარჩევნო კამპანიის განმავლობაში, რომ ძალიან რთულია ვინმე წარმოიდგინოს და პირველ რიგში ჩვენმა მხარდამჭერებმა, ჩვენი პარტიის წევრებმა მთელი საქართველოს მასშტაბით, რომ მას ასეთი ნაბიჯი შეიძლებოდა გადაედგა. არა. აქ საუბარი არის ერთ კონკრეტულ ინდივიდუალურ გადაწყვეტილებაზე, რომელიც კლდანის მაჟორიტარულ ოლქს ეხება. ინგამ თქვენ გახსოვთ, რომ მოუწოდა თავის ოპონენტებს, მათ შორის პირველ რიგში ოცნების წარმომადგენლებს, იმის გამო, რომ ინგას მართლაც ყველაზე მაღალი შანსი ჰქონდა იქ გამარჯვების, ოპოზიციას ხმები რო არ გაიყო ერთმანეთისთვის, რომ კანდიდატურა მოეხსნათ და ინგა ყოფილიყო ერთიანი ოპოზიციის წარმომადგენელი ხაჩირიშვილთან ნაცმოძრაობის იმ ლიდერთან ოპონირების დროს, რომელიც გახდათ ფრაქციის თავმჯდომარე თბილისის საკრებულოში, რომელიც პირველი უწევდა ხელს ამ გაერთიანებულ ქვითარს და ასე შემდეგ, გაძვირებას თბილისელების და მათ შორის კლდანელების ცხოვრების. იმის გამო, რომ ეს გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული მათ მიერ და იმის გამო, რომ თავად ინგაზე ბოლო დღეებში განხორციელდა სრულიად უხამსი და აუტანელი ფსიქოლოგიური ზეწოლა ადამიანების მხრიდან, რომლებზეც საუბარი ჩვენ არჩევნების შემდეგ გვექნება და არა ახლა. ქართული ოცნებიდან? არ მინდა ამჯერად ამის დაზუსტება, თუმცა ახლა ჩვენ ორმხრივი ხო, ბატონ გიორგი, მე რამდენადაც ვიცი, რამდენადაც კომენტარებიდან გახდა ცნობილი, თქვენ არის ესე თქვენთვის მოულოდნელი გადაწყვეტილება იყო ეს? არ იყო მაინცა და მაინც მოულოდნელი, რადგან ის ფსიქოლოგიური განწყობა, როგორც ჰქონდა ინგას უკვე ამ გადაწყვეტილების მიღების წინ, ამაზე მიანიშნებდა. ამ ფსიქოლოგი, ანუ რა მხრიდან მოდიოდა თვალსაზრისით ძალიან მიუღებელი შეტევები, რომელიც მისი მისამართ ხორციელდებოდა და მან უბრალოდ ადამიანურად მას ძალიან გაუჭირდა ამის გადატანა. დღესაც ის ძალიან რთულ მდგომარეობაში იმყოფება ამ თვალსაზრისით, მათ შორის ჯანმრთელობის კუთხითაც მე რამდენიმე წუთის იმ მქონდა მასთან კიდევ ერთხელ საუბარი, საბედნიეროდ ახლა უკეთესად გრძნობს თავს და ანუ მონასტერში არ არის, როგორც Facebook-ზე იწერება. არა, იგი იყო გასული ქალაქიდან რამდენიმე დღის განმავლობაში. ახლა მე მასთან მქონდა სატელეფონო კავშირი და უბრალოდ ადგილმდებარეობის დაზუსტებისგან თავ შევიკავებ. ახლა არაფერი განსაკუთრებული საიდუმლოება აქ არ არის ამ შემთხვევაში. ჩვეულებრივად ინგა არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრი. ეს არ არის პროპორციული პარტიის პროპორციულ სიაში ის არ არის, რადგან მისი გადაწყვეტილება იყო
თავისივე გადაწყვეტილება იყო სწორედ იმისთვის, რომ გლდანში გამარჯვების შანსები გაეზარდა, მაგრამ დანარჩენდება მას ანგარიში არ გაუწიეს და სამწუხაროდ ეს არის ერთი კონკრეტული შემთხვევა, როგორ ვერ ახერხებს ოპოზიცია იმ ფრონტის იმ ხაზზე, სადაც გამარჯვების რეალური შანსია ხოლმე, თუნდაც მისთვის მიუღებელ ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალასთან საერთო სტრატეგიის გამომუშავებას. ჩვენ მომხრე ვიყავით ამით. სამწუხაროდ ეს არ გააკეთეს. აღდგომა და ხვალევა აგერ გამოჩნდება შედეგი. მე გულშემატკივრობ ყველა ოპოზიციურ ძალას, ვისაც შეუძლია პოზიტიური დემოკრატიული რესურსი გაამრავლოს. მიუხედავად იმისა, რომ ის არ არის მაჟორიტარი, ის არ არის ინგა არის ჩვენი პოლიტიკური პარტიის წევრი, ჩვენ მხარდამჭერებმა განსაკუთრებით მინდა რომ იცოდნენ ძალიან კარგად, ის არის ჩვენი საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე და ჩვენ ერთად ვიზიარებთ ყველა იმ დაპირებას, რომელზეც ერთად საუბრობდით საქართველოში. ინგასთან ერთად ძალიან მძიმე, დამღლელი, დინამიური, აქტიური და ძალიან საინტერესო ქრისტიან-დემოკრატიული საარჩევნო კამპანიის დროს. კი ბატონო, და ბოლო კითხვა. შიშია მოსახლეობაში, რომ შესაძლოა რაღაც იყოს არჩევნების შემდეგ. ყველა საუბრობს მოსალოდნელ დესტაბილიზაციაზე. თქვენთვის არის თუ არა მართლაც რაიმე მოსალოდნელი ამ არჩევნების შემდეგ და რამ შეიძლება ასეთ არეულობას ქუჩაში გამოსულებს და თუ ასე შემდეგ მისცეს ბიძგი? ეკა მოდი სუძე არ ვილაპარაკე. დავინახოთ კარგი მხარე. თუმცა ყველა იმ ძალიან დაძაბულები ვარ ჩვენი ოჯახის წევრები. ეს დაძაბულობა არის ნამდვილად საზოგადოებაში. მე ბოლო 3 დღის განმავლობაში მთელი აჭარა მოვიარე, ხულოთი დაწყებული, ქობულეთით დამთავრებული, სამეგრელოში ვიყავი, გუშინ დღეს ვიყავი იმერეთში და ხვდები უბრალო ადამიანებს და სტუდიიდან ნაკლები ურთიერთობა მქონდა ჩვენს აუდიტორიასთან. პირადი შეხება მქონდა და აი ეს პულსი ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით ემოცია, განწყობა და მოლოდინი, რომელიც არის ქართულ საზოგადოებაში ჩემი ნაწილია, მეც ამის ნაწილი ვარ. ხალხს აქვს მოლოდინი მნიშვნელოვანი ცვლილებების. გზა მშვიდობიან ცვლილებებზე გადის ქრისტიან-დემოკრატიულ არჩევანზე. იმიტომ რომ მხოლოდ ჩვენ ვართ ის პოლიტიკური პარტია, რომელსაც შეუძლია ხელი გაუწოდოს ყველა სხვა ოპონენტს პრობლემების გამოსასწორებლად. მუშტი თუ არ გახსენე, ხელს ვერ ჩამოვართმევ ვერც ოპონენტს და ვერც შენს მომხრეს. ამიტომ ჩვენ მზად ვართ რომ ეს მუშტები გავხსნათ ყველამ და ამ მუშტის ღერებას თავი დავანებოთ, იმიტომ რომ ერთი წამით რა გუშინ დარჩელში გქონდა შეხვედრა ჩვენს მეგრელ მხარდამჭერებთან ერთად. ძალიან ემოციური და შთამბეჭდავი შეხვედრა იყო. მოგეხსენება ძალიან ახლოს არის ეს კონფლიქტის ზონასთან. და იქ საუბრობდით ადგილობრივებთან ერთად. აი ეს მუხტი, ის ენერგეტიკა, რომელიც იხარჯება შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებაში. ქართველებს ერთხელ მაინც რომ მოგვეხერხებინა, რომ დაგვეერთიანებინა, სინერგია მოგვეხდინა ჩვენ მთელი შინაგანი რესურსის და ენერგიის გარეშე მტერთან საბრძოლველად. ხომ მართლაც დარწმუნებული ხართ, რომ ქვეყანა ძალიან ბევრ პრობლემას მოაგვარებდა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა ერთ აზრზე უნდა ვიყო დემოკრატიული საზოგადოება, პარლამენტი იმისთვის უნდა იყოს ზუსტად, რომ განსხვავებულად მოაზროვნე პოლიტიკური შეხედულებების ადამიანები ვიყოთ პარლამენტში, რომ ერთს არ კონდეს 70%-იანი უმრავლესობა, ან მეორეს. ეს ქმნის პრობლემებს. სააკაშვილი კი არ იყო მარტო პრობლემა, ან ივანიშვილი კი არ გახდება მხოლოდ პრობლემა. პრობლემად იქცევიან ეს ადამიანები მაშინ, როდესაც გაუკონტროლებელ, დაუბალანსებელ, გაუწონასწორებელ ძალას წარმოადგენენ. ამიტომ ჩვენ არავის წინააღმდეგი პიროვნულად არ ვართ. ჩვენ გვინდა რომ ქართულმა საზოგადოებამ ჩვენთან ერთად გააკეთოს საღი არჩევანი. რა თქმა უნდა, მშვიდობიანი გზით, ხელისუფლების შეცვლის გზით, უნდა მივახციოთ უკეთესობას ჩვენს ქვეყანაში, შევინარჩუნოთ რაც კი რამ კარგი გაკეთებულა, მაგრამ გამოვიძიოთ, დავსაჯოთ ყველა დამნაშავე, რომელსაც სისასტიკეში და კანონის დარღვევაში მიუძღვის წვლილი, მაგრამ ამავე დროს ყველა პატიოსან ქართულ პროფესიონალს, იქ სადაც ის ადამიანი საქმეს აკეთებდა კეთილსინდისიერად, მივცეთ საშუალება იმუშაოს და დასაქმდეს კიდევ უფრო მეტი ადამიანი, რომ კეთილდღეობა შევიდეს ჩვენი ოჯახების. ეს იყო გიორგი თარგამაძე, ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ლიდერი.